ზალადობის რამდენიმე შემთხვევა. თუ შეგიძლიათ 4 შემთხვევას ახსენებთ ხოლმე, მაქსიმუმ 4 შემთხვევა თუ სწორად მახსოვს და აქედან ერთს ამბობთ ხოლმე პირველი შემთხვევას, რომელიც არ იყო სამართალდამცავების მხრიდან ზალადობა. რომელ სამ შემთხვევას გულისხმობთ, რომ ჩვენთვის ნათელი იყოს დავადაროთ სამს რაც შეეხება უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, ეს იყო ხაბეიშვილის შემთხვევა, ეს იყო რუგავას შემთხვევა და ეს იყო ახალგაზრდა მის გვარი არ მახსოვს მისი შემთხვევა. სამ ფაქტზე საუბრობს ირაკლი კობახიძე. შენი აზრით, ანუ ეს სამი ფაქტი რომ მოხდა ძალის გადამეტების მას სჯერა თუ ოცნების მხარდამჭერებსაც სჯერათ თუ არავის არ ჯერა და უბრალოდ ესე უნდა ილაპარაკოს და ვერ გავიგოთ, ანუ ვის შეერა. ეს რომ იყოს დეპუტატი ცოტა სხვანაირი პასუხს გასცემდა რა. მაგითო კითხე, თვითონ ჯერა შენი აზრით, საქართველოს პრემიერ-მინისტრია, რომელმაც კონკრეტულ ფაქტზე, რომიც ის რაზეც დადგა შედეგი, იმ ფაქტებით დაიწყო და დააყოლა სიტყვა მინიმუმ. მე როგორც ვიცი, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, თითქმის ყველა პოლიციელი, რომლებიც აი ამ 4 ფაქტზე იყვნენ დაკავშირებული, ისინი არიან კონკრეტული, არ ვიცი ხა იურიდიულად როგორ არის, მაგრამ ყველამ რაღაც პასუხისგებლობა მათზე იყო აღებული და რაღაც აგეს პასუხი, როგორც აღეს არ ვიცი. ამ სამზე ამბობს იმას, რომ ეს არის სამი რაც ვნახე და ვერ გამოვიძიეთ, იმიტომ რომ ნიღაბი ეკეთა და ჩვენ არ ვიცით ვინ არის. ანუ იდეაში გამოძიებული და დასჯილი პოლიციელი არ არსებობს. კი ბატონო. ეს არ არის 3-ია თუ 6, ესეთი საუბარი, ეს არის 3-ია თუ 500 რა. კი ბატონო. ანუ მასშტაბურობა თავისთავად არგუმენტი არის. მესმის მეუნ. კი ბატონო. მაგალითად აი ამ ვიდეოში პოლიციელი უკნიდან ეპარება ქალ ჟურნალისტს. ეს ქალი ჟურნალისტი მიკროფონით დააგდო ამ პოლიციელს თვითონ წავიდა თავის საქმეში. ჩემს ახლა ეს პოლიციელი არის, ხო, როგორც ახსენე და მაგაში თავხდებით ცალსაკითხი რომ ეს არ არის ქალ გაარტყა მორჭისო. და არის კიდე სხვადასხვა, მაგალითად ხარება, რაც უკვე წასული, მას თბილისი მოლის ის რო იყო 30 იანვარს თუ გახსოვს. მიგვარეს გაკავებული ახალგაზრდა და ამან წიხლი ჩაარტყა, ხო, აქ არის. ვისაც ხარება არ ევასება, იმას როგორ აგინებენ შესაძლოა თანამშრომლები, ესეც ერთ-ერთ ჩავთავ კიდე აუდიტორიისთვისაც რა, მაგალითად აი ესეც აი იქ პრესაზმელი მიდის და უბრალოდ კუჭის თავში ჩაარტყა და გააგრძელა სიარული, ხო? საშინელება. კი ბატონო. და არის ესეთი არის შეგვიძლია ვსკროლოთ ეხა 50 ვიდეო აქვე შემილია, ასობით მაგალითად უკვე ისტორიების სახით არის დაკატალოგებული და მასშტაბია.